მოქალაქეობის კითხვები. დღეს არის კვირა დღე და როგორც შევთანხმდით, კვირაობით ვიმეცადინებთ civic ტესტებს, ანუ ამერიკის მოქალაქეობის კითხვებს. წინაზე გავიარეთ 3 კითხვა და დღეს მივყვეთ და მოდი გავაკეთოთ რამდენიმე. ჩვენ გავჩერდით მეოთხე კითხვაზე და The US Constitution starts with the words we the people. What does we the people mean? ამერიკის კონსტიტუცია იწყება სიტყვებით we the people, ანუ ჩვენ ხალხი. რას ნიშნავს we the people? Self-government, თვითმმართველობა, popular sovereignty, ხალხის უზენაესობა, people should govern themselves, ხალხმა თვითონ უნდა იმართლოს, social contract, სოციალური კონტრაქტის მაგალითი. აქ ყველაზე მარტივი და ისეთი სიტყვა, რაც ძალიან ხშირად გვესმის, ეს არის self-government, ანუ თვითმმართველობა. How are changes made to the constitution? როგორ ხდება ცვლილებები შეტანა კონსტიტუციაში? Amendment, ცვლილებები, the amendment process, შესწორების პროცესის მეშვეობით. აქაც შეგვიძლია უბრალოდ მარტივად ვუპასუხოთ amendment. What does the Bill of Rights protect? Bill of Rights-ი ესე პირდაპირ სიტყვებით ალბათ ვერ ითარგმნება, ეს არის უბრალოდ კანონი, რომელიც იცავს ჩვენს უფლებებს. ზუსტად ეს არის კითხვა, რას იცავს Bill of Rights. Rights of Americans, ამერიკელების უფლებებს და rights of people living in the United States. და იმ ხალხის უფლებებს, ვინც ცხოვრობს შტატებში. აქაც ჩემი აზრით ყველაზე მოკლე პასუხია rights of Americans. How many amendments does the Constitution have? რამდენი ცვლილება აქვს კონსტიტუციას? 27. ან შეგიძლიათ თქვათ 27. ორივე სწორი გამოთქმაა. 27. Why is the Declaration of Independence important? რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის დეკლარაცია? It says America is free from British. აცხადებს, რომ ამერიკა თავისუფალია ბრიტანეთის მმართველობისგან. It says all people are created equal. ყველა ადამიანი თანასწორია. It identifies inherent rights. განსაზღვრავს თანდაყოლილ უფლებებს. It identifies individual freedoms. განსაზღვრავს ინდივიდუალურ თავისუფლებას. და აქედან ყველაზე მოკლე პასუხია it identifies inherent rights. მე მგონი დღეისათვის საკმარისია. დანარჩენი შემდეგ კვირას. წარმატებები და დროებით.